შიდაპარტიული კრიზისის ფონზე ნაციონალურ მოძრაობაში ტექნოლოგიური ექსპერიმენტებს მიმართეს და განახლების დაპირება ვირტუალურ რეალობაში გადაიტანეს. პარტია პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარის შექმნაზე მუშაობს. ანუ პატიმრობაში მყოფი ციფრულმა ორეულმა უნდა ჩაანაცვლოს. ინიციატივის შესახებ თავად მსჯავრდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან საკუთარი თავი ნელსონ მანდელასაც შეადარა და კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება დაანონსა. მართლ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ეს მცდელობები სერიოზული შეფასების ჩარჩოებს ცდება. მეგინა არსავიძე გიამბობთ. ნაცმოძრაობამ განახლების მცდელობა უკეთესი სააკაშვილის შექმნით დაიწყო. როგორც ითქვა, მუშაობა მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის ავატარზე, რომელიც პატიმრის დახვეწილი ვერსია იქნება. ვირტუალური სააკაშვილის შექმნის შესახებ განცხადება რეალურ სამყაროში სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ვიდრე ახალ ვერსიას შეუქმნიან, ორიგინალი საკუთარ თავს ნელსონ მანდელას ადარებს და ისევ პრეზიდენტობაზე ფიქრობს. უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ. ეს არის მიშას დახვეწილი ვერსია. ლაპარაკობს როგორც მიშა საუკეთესო დროს, მიხრა-მოხრა აქვს როგორც მიშას და მთელი ჩემი ნააზრევი დაედება იმას. ასე რომ ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ, ეს იქნება ჩემი დახვეწილი ვერსია. გამოვალა მციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში. როგორც დღევანდელი ბრაზილიის პრეზიდენტი გამოვიდა ციხიდან და გახდა პრეზიდენტი ისევ. როგორც დღევანდელი მალაიზიის პრემიერი პირდაპირ ციხიდან გახდა პრემიერი. თქვენ გააკეთებთ ამას, მოიტანთ ვარდების რევოლუცია 2-ის როლს და ფუნქციას. სააკაშვილზე, როგორც რეალურზე, ისე ხელოვნური ინტელექტით შექმნილზე ამჯერადაც სერიოზულად მსჯელობენ პარტიაში. ლაშა ფარულავა ამბობს, რომ პატიმარი მხარდამჭერებთან კომუნიკაციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებს მიმართავს. პარტიის წევრმა ასევე არ გამორიცხა ყრილობის ავატართან ერთად ჩატარებაც. უჩვეულო ამაში არაფერი არ არის, თანამედროვე ეპოქაში, ტექნოლოგიური ეპოქაში შეიძლება რომ ყრილობაც იყოს გამოყენებული ეს მეთოდი? შეუძლებელი არაფერი არ არის. ანუ არ გამორიცხავთ ამას. რატომ უნდა გამორიცხო? თუმცა ყრილობაზე მსგავსი რამ ჯერ არ არის დაგეგმილი. ხალხის ძალაში სააკაშვილის მდგომარეობის გარდა ყურადღებას იმ ევრობიუროკრატებზე ამახვილებენ, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებენ. არა მარტო სააკაშვილს აქვს ასეთი ჰალუცინაციები, რომ პრეზიდენტი ხდება, მის თანაპარტიელებსაც აქვს ბევრს, რომ ზოგი პრემიერობისთვის იბრძვის, ზოგი უკვე ხელისუფლებაშია, მის განცხადებებს სერიოზულად ვერ შეაფასებ, მაგრამ სამაგიეროდ სერიოზულად აფასებს ამას ევროკავშირის ელჩი, ევრობიუროკრატია. ეუბნებიან, რომ ეს არის ცივილიზაცია და დასავლური ევროპული ღირებულება. აი ეს ადამიანი დღეს რო იძახის, რომ ჩემი სული გარეთ დადისო. მაინტერესებს ხوارყოფილა ბოლო თვეებში ჰერჩისკისთან ვიზიტზე სააკაშვილი და თუ ჰერჩისკიმაც იგივე პასუხი გაგვცა, მე არ ვიცი. მსჯავრდებულის გზავნილების სერიოზულად შეფასება უჭირს მმართველ გუნდს. აცხადებენ, რომ პატიმრის მდგომარეობა მძიმე იყო ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ახლა ვითარების სირთულე ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინო ხდება. სააკაშვილი რო ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ეს იმ 9 წელმაც გვაჩვენა, როდესაც დაკომპლექსებული, გაბოროტებული ადამიანი ერთპიროვნულად გარეძალების მითითებით მართავდა საქართველოს და თუ რა დაატრიალა საქართველოში, ეს ყველას კარგად გვახსოვს. თუმცა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, როგორც ვატყობთ და ბავშვს მე პირდაპირ მოუწოდე პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმიური იქნება ეს თუ რიგარეშე იქნება, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდი არის ალბათობა, რომ ეს ადამიანი უნდა გადაიბაროს უკვე ჯანდაცვის სამინისტრო. ნაციონალური მოძრაობა უკვე თვეებია დაანონსებულ სიახლეებს ელოდება, თუმცა განახლებისთვის გადადგმული ნაბიჯები ჯერ არსად ჩანს. პარტიაში გამოწვევები და დაპირისპირება იზრდება. ამ მდგომარეობას კი სააკაშვილმა ჯერ ნანუკა ჟორჟოლიანი, ხოლო შემდეგ მეორე სააკაშვილი დაუმატა.